ბევრჯერ გამიგია ადამიანები როგორ ამბობენ ხოლმე უკმაყოფილოდ, რომ მე ძალიან გრძნობიარე ვარ, ან მე ზედმეტად გრძნობიარე ვარ. სინამდვილეში თუ კი შენ გრძნობიარე ხარ, მე მინდა რომ მოგილოცო ეს. იმიტომ რომ თუ კი შენ ხარ გრძნობიარე, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია შეიგრძნო ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული ის ძალიან ბევრი სილამაზე, როგორც ვიზუალურად, ისე აუდიალურად, ისევე სხეულებრივად. ასე რომ წარმოიდგინე, რომ შენ გაქვს ბუნებით მონიჭებული ესეთი ფანტასტიკური უნარი. და იმ შემთხვევაში თუ კი შენ უკმაყოფილო ხარ იმით, რომ გრძნობიარე ხარ, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ შენ ჯერ კიდევ არ ხარ საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან კონტაქტში, ჯერ კიდევ არ იცნობ საკუთარ თავს სათანადოდ, სავარაუდოდ ასევე ჯერ კიდევ არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საერთოდ როგორ მუშაობს ცხოვრება, როგორ არის მოწყობილი ის. და ზუსტად ამ ყველაფრის შესწავლის, ამ ყველაფერზე დაკვირვების შედეგად შენ აუცილებლად შეძლებ, რომ შენი გრძნობიარობა, რომლითაც აქამდე იყავი უკმაყოფილო, გამოიყენა როგორც შენი ძალიან დიდი უნარი. ფაქტიურად განძი გაქვს შენი გრძნობიარობის სახით. და იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განავითარო, მე გთავაზობ და გეპატიჟები ჩემს 3 თვიან ონლაინ კურსზე გაცნობიერებული ცხოვრების საფუძვლები, რომელიც 26 თებერვლიდან აიღებს სტარტს და რომელიც გარწმუნებ, რომ შენს ცხოვრებას ნამდვილად შეცვლის. ცხადია უკეთესობისკენ.